მოგესალმებით, ეს არის არხი ბუბუ, ბუ და ბუ და დღეიდან ვიწყებთ ახალ გადაცემას, რომელიც იქნება ისეთ ფაქტებზე და მოვლენებზე დაფუძნებული ანალიზები, რაც მეუბნებათ თქვენგანმა არ იცის, მაგრამ მეჭვიეყარებათ. აუცილებლად გაგანდობთ. რა თქმა უნდა, რაღაც ჭორები გაგონილი იქნებათ, ბატონო ბუ. მაგრამ ჩვენ უფრო დავარწმუნებთ ამ ჭორების სიმართლეში. აი დღევანდელი გადაცემის თემა რაც გვაქვს, დარწმუნებული ვარ, რომ არავის არ იქნება გაგონილი. კი, აუცილებლად. აი თუ გექნებათ გაგონილი, მაშინ კომენტარებში უეჭველთ და გვიწერეთ. კი ბატონო, დღევანდელი თემა კი ეხება ამინდს, კონკრეტულად ამინდის ბაზარს. რას ნიშნავს ამინდის ბაზარი? გაგვიმართოთ ბატონო, გგთხოვთ. ამინდის ბაზარი არის რაღაც დახურული ტერიტორია, რომელიც რეალურად არავინ არ იცის სად მდებარეობს დედამიწაზე. მე კონკრეტული ვარაუდები მაქვს, რომ თურქეთში უნდა მდებარეობდეს, მაგრამ ამაზე მე ჩავშლით თემას და იქ უკვე განვიხილავთ, მანამდე კი. იმას ვიტყვი, რომ ეს ამინდის ბაზრის ტერიტორია არავინ არ იცის, გარდა რჩეული და რამდენიმე მულტიმილიონერი ადამიანების ალბათ. ხოლო ვაჭრებმა და მათ მიწყიდულობენ, რა თქმა უნდა. მულტიმილიონერებმა, რომლებიც თავის სასარგებლოდ აკეთებენ ამ ყველაფერს, ყიდულობენ, როგორი ამინდი უნდათ, ღრუბლიანი, მზიანი, წვიმიანი, თოვლიანი და მათ შორის სიტყვაც კი, რათა თავიანთი მოსავალს უფრო დიდი ფასი ჰქონდეს და გლეხის მოსავალი გააფუჭონ. აი წარმოიდგინეთ ჩვეულებრივი დეზერტირების ბაზარი. მიდიხართ და ესე როგორც გლეხების ხედან, იქაც არიან ღრუბლების ვაჭრები. და ეს თაროებზე, დახლებზე და მაღაზიებად ანუ რაღაცა მოლივით აქვთ რა გაკეთებული და თავის მაღაზიებში, დახლებში და თაროებზე განლაგებული აქვთ ღრუბლები წვიმის, სეტყვის, თოვლის და ასე შემდეგ. და საინტერესოა ვინ ყიდულობს ამ ამინდებს. თუ გაქვთ ამბავი, მე კი ვიცი რა თქმა უნდა. როგორც დასაწყისში ვთქვით, ამას ყიდულობენ ძალიან მდიდარი ადამიანები, ვისაც შესაძლებლობა აქვს რამდენიმე მილიონი გადაიხადოს უბრალოდ ერთი დღის ამინდში. აი ზაფხულში მაგალითად თოვლის ღრუბლები არ იყიდება და თუ იყიდება დეფიციტშია ხოლმე და ძალიან ძვირი იღის რა და რეალურად ამ რამდენიმე მილიონით კიდე უფრო ძვირი იღის ხოლმე ჩვეულებრივ წვიმის ღრუბლებზე და რა თქმა უნდა ზაფხულში თოვლის ღრუბლის შეძენა სულელური გადაწყვეტილება იქნება, იმიტომ რომ წამოსული თოვლი მაინც წვიმად გადაიქცევა და ამიტომ ისე ბჯობია შედარებით იაფად წვიმის ღრუბელი იყიდო. როდიდან არსებობს ეს ბაზარი, ბატონო, მოგვახსენეთ თქვენ ისტორიაში კარგად ხართ ჩახედული. ეს ამინდით ვაჭრობა 1946 წელს დაიწყო, მეორე მსოფლიო ომი როგორც კი დასრულდა, ცივ ომად წოდებული ომი ხო დაიწყო. და სახელიც როგორ აქედან გამომდინარეობს თავიდან თოვლის ომები იყო ძირითადად და ამიტომ ძირითადად თოვლის ღრუბლები მაგრად გადიოდა მაშინ. ამინდის ბაზარი საქართველოში უფრო პოპულარული და მულტიმილიონერებისთვის ცნობილი გახდა საბჭოთა დაშლის შემდგომ, როდესაც მეცნიერმა ქალბატონმა ჟუჟუნა ჟინჟულიამ ეს ამბავი საქართველოში შემოიტანა როგორც ვაჭარმა და არა როგორც მეცნიერმა, რადგან მისთვისაც ერთგვარი ბიზნესი იყო, რა თქმა უნდა. მომავალში ისიც მულტიმილიონერი გახდა ამ ბიზნესით. და იქიდან დაიწყო უკვე საქართველოში, არ ვიცი დაღმავლობა თუ აღმავლობა, მაგრამ ალბათ გლეხებისთვის უფრო დაღმავლობა. იმიტომ რომ ამის შეძენა მხოლოდ მულტიმილიონერებს შეეძლოთ. ხო, ალბათ 90-იან წლებს იმიტომ ემთხოვა ეს ყველაფერი, რომ საბჭოთა კავშირი დაიშალა და მანამდე აკრძალული იყო ახლა საბჭოთა რეჟიმი, ვიცით როგორც მოქმედებდა. ხო და მანამდე ალბათ უფრო სტალინს ეცოდინებოდა ეს ღრმა წარსულში ამ ბაზარს ვინ გამოაყარებდა. შეიძლება მაგის შექმნელიც არის ყველაფერი. ხო არა, ბოლო წლები ემთხოვა მის ცხოვრების, მაგრამ რამდენიმე წელი მოასწრებდა ვაჭრობას. კი, აუცილებლად მოასწრებდა. ქალბატონი ჟუჟუნა ჟინჟულია ცნობილი მეცნიერი და ვაჭარი გახდა ძალიან ბევრი წლების მანძილზე, რამდენიმე წლის მანძილზე იგი ვაჭრობდა ამ ღრუბლებით, საკმაოდ სახელი გაითქვა როგორც კარგმა მეცნიერმა და კარგმა ვაჭარმა. მისთვის როგორ რა თქმა უნდა კარგმა. სამწუხაროდ იგი 2019 წელს დაიღუპა, როდესაც იგი მთაში იყო სოკოზე, მეხი დაეცა. რა თქმა უნდა უცამძებლებთ მის ოჯახის წევრებს.
დიდებული ქალბატონის დაკარგვას, თუმცა რას ვიზავთ, ამინდის ღმერთმა საქართველოში ვერ გათვალა წინასწარ თავის ამინდი და გადავიდეთ სხვა თემაზე. აი ეგ ღრუბლების ყიდვაზე ერთ-ერთი საინტერესო ღრუბელი გამოგვიჩა, ეს სინაფსური ღრუბელი და როგორია ეხა ეს სინაფსური ღრუბელი? ან ჩვეულებრივი წვიმისგან განსხვავებით, სინაფსური ღრუბელი ბატონო გახლავთ ძალიან ძვირი ღირს, აი ჩათვალეთ ყველას დიდი ბრილიანტი რო აიღო ეგეთი ძვირი. სმენია. რატომ ახლა? თუ გაგიგია შე რომ ზაგარი ყველაზე მეტად ღრუბელში იღება ეს რუჯი, ანუ ზაგარი ეს. ეს სინაფსური ღრუბლები არის? სინაფსური ღრუბელი არის ისეთი ღრუბელი, რომელიც იდეალურ ფერზე სვავს კანს და იდეალურად ეს ყველაფერს ხსნის უკვე. მაგიტომ არის ძვირი. დაკვირვები ხართ, ვინც უფრო მდიდარია, როგორი რუჯი აქვს რაღაც განსხვავებული და უფრო მიზიდველი რაღაცნაირი, არ ვიცი. ერთი დაკვირვება მაქვს კიდე აი აჭარაში მაგალითად სულ წვიმს რა. ხო, ხშირად წვიმს ახლა ჩვენთან შედარებით. აი დასაწყისში როგორც თქვით, რომ თურქეთში მდებარეობს, ამიტომ მგონია და ეხლა რატო? ანუ რატო თურქეთში? მე რა რო იქ მდებარეობს? ხო, არ შეიძლება რომ იქ გვეწვიმდეს. მაგრამ გეტყვით, ანუ ეს ღრუბლები არის რაღაცა ვადიანი რა. ის ვადა რო გაუვა, ეს ღრუბლები ფუჭდება. და ესენი მე ჰაერში უბრალოდ უშვებენ ხოლმე. და იქ მტირავას თას ეჯახება ყველა ეს ღრუბელი გამოშვებული და ძირითადად წვიმს და წვიმს რა. ან ძირითადად ეს წვიმის ღრუბლები იქმნება ხშირად და შესაბამისად წვიმის ღრუბლებივე ფუჭდება. ან ყველაზე იაფიანი ღრუბელი ეს ყველაზე არის. იშვიათად იყიდება ეხა ლოგიკურიც არის ხო ვის უნდა სულ წვიმა ხო? თუ მოსავლისთვის არ გინდა წვიმა, ისე შეიძლება. აი ხა მდიდრებს მოსავალი ნაკლებად აინტერესებს. და ჩაის დასალევა ყველა არ გადაყრის მილიონს. ყრია რა თქმა უნდა, მაგრამ ნუ ვადა გაზდის, რა თქმა უნდა, ვადა დაახლოებით 3-4 თვემდე აქვს თითო ღრუბელს როგორც ვიცი. მაგრამ არსებობს ამის იარაღი, სწორად აღნიშნეთ, სწორად შევახსენეთ. მარილი უნდა გადაყაროს სამჯერ. წვიმა იღებს, უბრალოდ იღებს წვიმა და გამოდის იდეალური ცისარტყელა. ცისარტყელა რა არის? აი ცისარტყელა. და აი თქვენ აშკარად უფრო კომპეტენტური ხართ ამ საკითხში რა. მე ჩემთან ცოტა ინფორმაციები ამოსული შედარებით. ცისარტყელა რამდენი ფერისგან შედგება? 7 ფერისგან. 1 2 3 4 5 6 7. 7 ფერისგან. რამდენი კონტინენტია დედამიწაზე? 7. 7 კონტინენტი, 7 ფერი აღნიშნავს 7 კონტინენტს. თითო კონტინენტს თითო მართველი ყავს, ყველაზე მულტიმილიონერი ესე რომ ვთქვა. ეს და საერთო დროშა გამოიტანა. ნუ მოკლედ რომ ვთქვათ ეხლა, რომ დავასკვნათ, რა ხდება დღეს საქართველოში წვიმს, ესე იგი ჩვენმა მდიდარმა ვიღაცავ სახელგვარი არ ვიცით, შეიძლება ამან იყიდა ეს ცუდი ამინდი, რატომ? როცა სახშიძნობა უნდა და მუშაობა ეზარებოდა და ხო, დააბრალებს ხო. რა თქმა უნდა. სახში ზის, ვიღაცას ფეხის ტკივა მოტეხილი, ვიღაცა ვერ მუშაობს. ვიღაცას მოწონს საერთოდ წვიმიანი ამინდი, რატომაც არ თქვენს მოგწონთ მაყურებლებო. შეიძლება ნახსენები თემიდან არის ერთ-ერთი და უბრალოდ ბუხრის წინ წვიმის ხმაზე ისვენებს. საიდან იცი სინოპტიკოსებმა რა ამინდი იქნება ხვალზე და 20 დღის შემდეგ. გაიხედავ მოწმენდილცაზე და ხან შეიძლება მეხიც გავარ. კი, მაგრამ ხანდახან ისინი ცდებიან, განაცდებიან, უბრალოდ იმათ უთხრეს რომ ეს ამინდი იქნება, მაგრამ ვიღაც მულტიმილიონერი გაბრაზდა, წავიდა და მოვიდა ელჭექი, ეთყვა წვიმა. მე რა აგინებენ სინოპტიკოსებს და ლანძღავენ, რომ რატო ეს ამინდი გამოცხადებული. ეს მათი ბრალი არ არის. რასაც ეთყვიან ზემოდან. ეს პატარა კაცები არიან, რაც ჩაძახებენ იმას ამოძახებენ. კი ბატონო. მე მგონი დღევანდელი გაცემა დასასრულს უნდა მიუახლოვდეს. კი. და ეს მოდი თხოვთ ჩვენს მაყურებელს, რომ თემები დაგვიწერონ მსგავსი, თუ რამე გაგიგიათ. თუ რამე ჭორი გაგიგიათ ხო არსებობს ქვეყანაზე. ასევე დღევანდელ თემაზე თქვენი აზრი რო დაგვიფიქსიროთ. და საუკეთესო კომენტარებს შემდეგში უკვე რაღაცა წამახალისებელ აქტიობებს მოვიფიქრებთ. მოკლედ დღევანდელი დღე დასასრულს მიუახლოვდა. კი, მშვიდობა.